გამარჯობათ მეგობრებო, მე ამ ვიდეოში მინდა ბოდიში მოგიხადოთ. რაზე მინდა ბოდიში მოგიხადოთ? იცით თუ არ იცით, რამოდენიმე დღის წინ დატრიალდა დიდი ამბავი ამ თუ ყველასმენი ალბათ უკვე სატანისტური რიტუალი, სადაც კუბო დაწვეს და სამწუხაროდ მე აღმოჩნდი ამ რიტუალის არა ნებიერი მონაწილე და მინდა პირველ რიგში მოგიხადოთ ბოდიში. ბოდიშს მე არ ვთვლი რომ მართლა მაქვს მოსახდელი, იმიტომ რომ ერთი მე რაც წარმოდგენა შემექმნა იქ არ იყო ეს სატანისტური რიტუალი, მაგრამ ბევრი ადამიანი გაღიზიანდა ამაზე არასწორი ინფორმაციით თუ სწორი ინფორმაციით, მაგრამ მინდა რომ აი ჩემი ცხოვრების მიზანია რომ ხალხს ღიმილი და ბედნიერება მოუგვარო და იმდენი ხალხი გაღიზიანდა და იმდენი ხალხი დაიგრუზა ამაზე. ვიმეორებ, მე არ დამიგეგმია ეს ყველაფერი, მე რო დამეგეგმა მე გეტყვით სხვა რაღაცებს, მაგრამ რადგანაც ამოვყავი თავი ამ სიტუაციაში, მინდა მაინც გულწრფელი ბოდიში მოგიხადოთ. მაინც ვაღიარებ, რომ მე არ მესმის, რაღაც დონეზე მესმის, რა თქმა უნდა, რატომაც გამოიწვია ესეთი რეაქცია, იმიტომ რომ არ იყო კარგად დაგეგმილი, თვითონ პერფორმანსის ფორმაც ისეთი იყო, მაგრამ მინდა აგიხსნათ ჩემი პერსპექტივა, რატომაც მაინც მიმაჩნია რომ გაუგებრობაში არის აქ საქმე ვიდრე რამე დანაშაულში, მაგრამ თუ არ გინდათ გამართლების და პერსპექტივის მოსმენა და გინდათ რომ რაღაცა, ხასა მე თავდაბალი ადამიანი ვარ, ვცდილობ მაინც ვიყო და ყველანაირად მინდა ყველა ადამიანს ვინც ამ ყველაფრით გაღიზიანდა, გული დაწყდა, გაბრაზდა, არ აქვს მნიშვნელობა, მე ყველანაირად ვცდილობ ყველასთვის ბედნიერება, ღიმილი და განათლება თუ შემიძლია რამის გაზიარება მოგცეთ. თუ გსურთ ჩემი პერსპექტივა მოესმინოთ, უყურეთ ვიდეოს. მოკლედ მოგიყვებით როგორ მოხდი, რა მოხდა და რა სიტუაცია დატრიალდა. მე ვიყავი, მიტინგებზე ხშირად გამოდივარ, იმიტომ რომ მე მიმაჩნია რომ ეს არის სწორი და სხვა აღარაფერი აღარ დაგვრჩენია და მშვიდობიანად ჩემას გამოხატო მახურავ ჩემი სიმბოლურად ჩემი პერფორმანსის მხრივ ეს ჩემი მუზარად ეს ჩაჩქანი რომ გამოვხატავ ჩემ კავშირს ჩემ წინაპრებთან და ამით იმ სიმბოლურ დატვირთვას ვატარებ, რომ მე მიმაჩნია კორზასაც და ჩვენი მთავრობა და ქართველის ისტორიული მოკავშირე იყო ევროპა, რომი გინდა, ბიზანტია გინდა, საბერძნეთი გინდა თუ დანარჩენი მსოფლიო ქრისტიანული მსოფლიო გინდა, მას დაუკავშირდეთ და ამიტომ გამოვდივარ და ამას სიმბოლურად დავსახავ. ერთ-ერთი ამ პროცესში რასაც ვაკეთებ, ვიღებ ვიდეოებს, ვაკეთებ კონტენტს, რასაც ეძახიან, ქართულ ვიდეოებს თქვენ ალბათ უყურებთ უკვე და ასევე ვაკეთებ ინგლისურ ენაზე ვიდეოებსაც და მინდოდა იქ რაღაცა სცენები ჩამეწერა პარლამენტის წინ, რომ ესეთი რაღაც ხდება ქვეყანაში და უცბად ხედავ, რომ ხალხი მოძრაობს, იკრიბება რაღაცა, ცეცხლი ინთება, კადრებსაც გაჩვენებთ იქიდან გადაღებული და რაღაცა კუბო მოიტანესო, რა მოიტანესო, მე გავიკითხე რა ხდება. თურმე ვიღაცაებმა მოიტანეს კუბო და დგამენ პერფორმანს. იმაზე თუ რამე იყო გამოსახული, იმედია ჩანს კადრები, რომ საერთოდ არ ჩანა, საერთოდ კუბოსგან დამოსო დაინახავდი და რო აგიზგიზდა უკვე და რო დაიწოდა, რომ სიმხურვალი გამოვიდა, მეც აღმოჩნდი წინ, იმიტომ რომ ჩემი ბედი ეგეთია, რომ ყველა თუ სადმე შარი არის და თუ სადმე რაღაცა ხდება, მე თავს ამოყოფ, გამოთქმა თუ იცით, თაგმად ხარაო, კადაა მოთხარო, ეს არის ჩემზე. და მეც მეგონა რომ რაღაც პერფორმანსი იყო, დღემდე მგონია რომ პერფორმანსი იყო, არ იყო სატანისტური რიტუალი, იმიტომ რომ ჩემ ვიდეოებს ვაკეთებ მითოლოგიაზე, კულტურაზე და ოკულტიზმის რაღაცები გამიგია და ძირითადად რამე სატანისტურ თუ რამე აჯღაბაჯღა ოკულტურ რიტუალს თუ ატარებ, იქ როგორც რელიგიურ მოძღვრებაში არის თავისი ლოცვების კითხვა და რიტუალები და ეს ყველაფერი იქაც არის ხოლმე. მე რაც მაქვს საკითხული. მე არ ქრისტიანი ბიჭი ვარ, არავითარ სატანისტურ რიტუალებში არ მიმიღია მონაწილეობა, მაგრამ რო ვიყო დაცული, მაქვს საკითხული მაგ ყველაფერზე, როგორ ავარიდო თავი. ჩემი ცოდნი და რაც წამიკითხია, ის რაღაცა ცხვერშეწირვები და რაღაცა ბნელი შეძახილები და მოსასხამები და რაღაც რიტუალები არ იყო. შავი მაგია და სატანისტური რიტუალები თუ მართლა გაინტერესებს როგორი არის, აგერ ვიდეო, სადაც ყოველ წელს რუსი ჯადოქრები და ალქაჯები და
კუდიანები ატარებენ პუტინის გასაძლიერებელ რიტუალებს, სადაც ისინი წყევლებს ადებენ რუსეთის მტრებს და პუტინს აძლიერებენ. აგერ ძმაო, ჩვენი ვითომ ერთმორწმუნე რუსეთი როგორ აკეთებს ზუსტად იმას, რასაც ჩვენ გვაბრალებთ. აქ იყო როგორც მითხრეს იქ დამსწრე საზოგადოებამ პერფორმანსი, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის ცრუმორწმუნე, ბევრს გონია რომ ქრისტიანი არის, იმიტომ რომ რაღაც ეკლესიები ააშენა, ფული აქვს ჩადებული, მაგრამ მისი საქციელებიდან გამომდინარე, მაგალითად, აფრიკიდან რომ ჩამოიტანა ბაობაბი, იმიტომ რომ ჯეროდა რომ ჯადოსნური ხე არის და მე ეს ბაობაბმა რო არ გაიხარა და მე ამას საკე დაგზავნითი რიტუალი რომ მოუწყო, ჩემი აზრით ეს უფრო წარმართული არის, ვიდრე ეს უფრო წარმართული კი არა, ეს წარმართული არის ვიღაცა შამანის ბრძანებით რომ შეასრულებ რაღაცა გემით რომ ჩამოიტან რაღაცა ჯადოსნურ ხეს და მე რო არ გაიხარებს ეს ჯადოსნური ხე შენთან და მე ეს სულები რომ დააწყნა რომ რაღაცა პანაშვიც რომ მოუწყობ და ქელეხს რომ გაუშლი, არ ვიცი, ჩემი აზრით ეს უფრო სატანისტური და ეს უფრო წარმართული რიტუალი არის, ვიდრე ვიღაცაებმა თავისი ჭკუით რაღაცა მოიფიქრეს, შევაშინოთ ბოროტი ბიძიაო და მოაწყეს ეს ყველაფერი. მაგრამ ნუ იმედმა თავის პონჩი გააშუქა, მე ხალხმა წაიტაცა და ბოლოს ისი აღმოჩნდა, რომ სადღაც ეკლესიაში მოხვდი და იქ საერთოდ მამაო ყველა იქ მყოფს და ყველა მომიტინგეები სატანისტები არიანო, აი ფაქტი სახეზე არის და იქ ვინც იყო საერთოდ ოჯახიანად ღმერთი დასჯიშო და რა ვიცი. მე არ ვიცი თუ შემეშალა, რა ვიცი, ბოდიშ ვიხდი. და მე არ ვთვლი რომ მართლა რამე იქ სატანისტური რიტუალი ჩატარდა. ის ქრისტეც არ ამგონია რომ არის გამოსახული, სურათები შემდეგ რაც ვნახე, ეგრე ქრისტე არ გამოისახება. და ყველაფერი რასაც სწორებიანი კაცი ახატია, არ არის ეს რელიგიური სიმბოლო რომც ეხატოს, ცალკე ქრისტიანულ რელიგიურ სიმბოლიკას, მაგალითად მე ძალიან მორწმუნე ბებია მყავს, რომელიც ყველა ჟურნალი, ყველა გაზეთი, ყველაფერი სადაც ან სურათი არის ხატის, ან ჯვარის, ან რამე წმინდა გამოსახულება შეიძლება ჟურნალშიც და გაზეთშიც მოეპოვებოდეს, აგროვებს, რომ შემდეგ მე მიმაქვს მასთან ერთად სადმე ტყეში ან სადმე მოფარებულში და ამას სპეციალური ქვაბი გვაქვს, რომელშიც ამ ყველაფერს ვწვავთ, იმიტომ რომ სწორი ფორმა რელიგიური რელიკვიის ან საერთოდ რელიგიური სიმბოლიკის მოცილების არის მისი დაწვა და ნაგავში გადაგდება და მიწაში ჩადება ეგეთი რაღაცების არ შეიძლება. თუ მართლა განს არ მარხავ იმისთვის რომ გადაარჩინო რაღაცა. მე საერთოდ სულ სხვანაირად გავაკეთებდი. ეს ყველაფერი მოხდა და ეს ყველაფერი ესე წავიდა, იმიტომ რომ ეს მიტინგებს არ ყავს რეალურად არავით არის ორგანიზატორი, ხალხი თავისი ნები და თავის სურვილით გამოდის, ყველა თავის ყაიდაზე აკეთებს, ამიტომ არის ისინი ესე რატო იქცევენ, ესენი რატო იქცევიან, არ არის ბატონო, ეს არც ოპოზიციის დაგეგმილი, არც მასონების დაგეგმილი, არც რაიმე საიდუმლო ორგანიზაციების დაგეგმილი. ერთადერთი დამგეგმავე რეალურად ამ მიტინგებს ყავს ქართული ოცნება და მისი არასწორი პოლიტიკა, რაც აღიზიანებს ხალხს და ხალხი ემოციურად გამოდის და ყველა თავის პონჩი და თავისი ფორმით გამოხატავს ამ გაღიზიანებას. არ ყავს ამ მიტინგებს, რა თქმა უნდა, ლიდერი, იმიტომ რომ ვინც თავს ამოწევს და ვინც რაღაცა ორ სიტყვას იტყვის, მოვა პოლიცია და მოვა პატრული და დაიჭერს მაგას. ვინც ვერ ხედავთ რა ხდება ქვეყანაში, მე ვერ დაგანახებთ ამას და ვინც ხედავთ, გასაგებია რატომაც, რომ აი ტირანიულ ყოფაში ვართ და ეს რიტუალის ჩატარებას თუ რაც მე მიმაჩნია პერფორმანსი იყო უბრალოდ, იმისთვის რომ ცრმორწმუნე ვიღაც ბიზია ბაბუა შეგვეშინებინა, საერთოდ თუ დღემდე არ გაქვთ იმის ახმა რომ არასწორი არის რომ ვიღაცა პოლიტიკიდან წასული კაცი დაგინიშნავს პრეზიდენტს, რომელსაც საერთოდ განათლება არ აქვს, სკოლაც არ აქვს, წესი არა დამთავრებული და ის საერთოდ არავითარ არჩევანს არ მიცევს და ერთი შემოსახაზი არის და იმასაც ყველა შემოხაზავს უკითხავად რა აზრი ქონდა ამ საერთოდ ამ პრეზიდენტის არჩევნების ჩატარებას, ეგ თუ არ გაწუხებთ და ეგ თუ მისაღები არის თქვენთვის და საერთოდ ის არ ვიცი, ქვეყანაში მიმდინარე პროცესები რა თქმა უნდა მისაღები არის ზოგი ხალხისთვის და ბევრისთვის საერთოდ უბრალოდ მიზეზს ეძებდნენ, რაზეც გაბრაზებული იყვნენ და ეს პერფორმანსი აიტაცეს და აქციეთ ესეც სატანისტურ რიტუალად. ჯერ CIA-ის აგენტას მეძახდნენ და ეხლა უკვე სატანისტის გავხდი, რომელიც ღმერთმა დამიფაროს, ქრისტიანი ბიჭი ვარ, ბევრი შეიძლება მეშლება,
ძილის წინ ყოველთვის რომ ლოცულობ, ვამბობ, რომ ღმერთო, ცოდვები შემინდე, რაც ჩამიდენია და რაც უცოდინრობი და გაუაზრებლად ჩამიდენია, ისიც შემინდე. და ყოველთვის ვამბობ ეკლესიაში რომ მივდივარ, რომ ღმერთო, შემინდე რამეს არასწორად ვაკეთებ და არ ვიცი რომ არასწორად ვაკეთებ. ამ ყველა განვითარებული პროცესების განსაკუთრებით ლოცულობ, რომ ღმერთო, მე ერთი გული მაქვს, რომელიც ჩვენსკენ მაქვს მომართული და ეს გული არ ამიცნო, თორე გონების არევა და შეცდომების დაშვება ყველას მოსდის. მაგრამ როგორც ჩვენი დასმული ვითომ პრეზიდენტისგან განსხვავებით, დიპლომიანი ბიჭი, დიპლომი 8 წელი მომინდა, იმიტომ რომ ჯერ ერთ ფაკულტეტზე ვიყავი 3 წელი და მერე მეორე ფაკულტეტზე ვიყავი კიდე 4-5 წელი. ეგეც თავის ტკივილი, საერთოდ მე მაქვს მიღებული თავისუფალი უნივერსიტეტის VA-ATS-ის გრაფიკული დიზაინერის დიპლომი და იქ საერთოდ პერფორმანსების დადგმა და ესეთი შოუების მოწყობა ჩვენ გავლილი გვაქვს. მეც გაგიზიარეთ რამოდენიმე პერფორმანსის იდეას, რომელიც საერთოდ დავალებად გავაკეთე და მოამზადე და მითხრეს არაო, ძალიან ახლოს არის ამ სიტუაციასთან, მაგრამ ნუ ამ მე რო ყოფილიყავი ამ კუბის დადგმის და ამ ყველაფრის ხელმძღვანელი და პერფორმანსის ავტორი, ამიტომ არის საჭირო დიპლომიანი კაცი თურმე, იმიტომ რომ რაღაცა შეიძლება იცოდეს. ერთი არის რა თქმა უნდა შევამოწმებდი კუბოს რამე რელიგიური სიმბოლიკა არ ქონდეს, რომ ყურადღება სხვა თემაზე არ გადაიტანონ. მე საერთოდ მონდომებული ბიჭი ვარ და მე თვითონ გამოვჭედავდი და გამოვთვლიდი ამ კუბოს. ერთი ან გავაკეთებდი გრაფიტ დრაკულას რო ძინავს ეგეთ კუბოს, ან საერთოდ კუბოს ამ ფორმას მოვაცილებდი და გავაკეთებდი თემატურად საინტერესოს, გავაკეთებდი შუშის აკლდამას, ძალიან ახლოს არის ჩვენი ბროლის სასახლეში მაცხოვრებელი დიქტატორისთვის, რომელიც ყველა მიტინგზე და ყველა აქციაზე თავის მოწყობილ და ფულგადახდილ ჩამოყალიბებულ ხალხისთვის მოწყობილ აქციაზე გამოდის თავის შუშის სარკოფაგით. ამ შუშისგან გამჭირვალე სარკოფაგში ჩავსოდი პატარა კაცუნას და არ დავწავდი ამას, გავატარებდი ნუ ჩვეულებრივ ხალხმა რომ შემოუაროს, რაღაცა 1-2 სიტყვა თქვას სიმბოლურად და ეს სიმბოლურად რომ ხალხმა და დაასამაროს და გაუშვას რა ეს კაცი პოლიტიკიდან და გაუშვას ჩვენი ყოფა ცხოვრებიდან. მაგრამ ეს კუბა და ესეთი ფორმები ჩემთვის რაღაცა მაინც tacky თუ აი ქართულად როგორ ითქვა ცოტათი მიუღებელი არის მაინც კუბო და სიკვდილი და ეგეთი რაღაცები. მე საერთოდ მქონდა პროექტად უნივერსიტეტში შეტანილი და რატო არ დააფინანსეს არ ვიცი, რომ ქართული ტრადიციებისა და მიხედვით დავით აღმაშენებლის გზას უნდა გავყოლოდი და პარლამენტის წინ ვამბობდი, რომ უნდა დავდგათ სარები. დავით აღმაშენებელმა თბილისის ამირატი რო აიღო, როდესაც არაბებს ჰქონდა დაპყრობილი, დიდი ხნის განმავლობაში ალყაში ყავდა თბილისი, მაგრამ თბილისის თავებმა არ გაუშვეს მოსახლეობა, აშიმშილეს, აწვალეს, არ დათმეს, არ უნდა დავით აღმაშენებელს რომ ომი წამოეწყო ამის, მაგრამ ბოლოს მაინც მოუწია და დასასჯელად და სიმბოლურად ყველა ის ქალაქის თავი, ვინც უღალატა თავის ხალხს, სარზე გასვა. და მე ჩემი შერეკილი აზრებით მოვიფიქრე, რომ სარები დაგვედგა რამდენი სკამის არის პარლამენტში, იმისთვის, რომ ეს იყო 2-3 წლის წინ შედგენილი პროექტი, საერთოდ მიტინგები არც იყო გახურებული, მაგრამ გამეხსენებინა ჩვენი პოლიტიკოსებისთვის ქართველი ხალხის გაბრაზება და არასწორი თავი კაცობა რა შედეგამდე მიიყვანს ხოლმე ხალხს, როდესაც გაბრაზდება და სარზე სიმბოლურად წამოგასვავთ თქო. და რა თქმა უნდა, არ გაგიკვირდებათ ახლა ისევ ის კუბო და ისე ჯობია ხო ჩემ გიჟურიდეებს. მაგრამ ამ დაწვაზე და ამ რიტუალზე მინდა კიდე მეორე პროექტი, რომელიც მინდოდა ამ წელს გამეხორციელებინა და ნეტა რატო არ გამოვიდა, საერთოდ პროექტის წერა რო დავიწყე, ცოტა ჭკუა მოახორე და მივხვდი, რომ ქართული მთავრობა არ დააფინანსებს არავითარ შემთხვევაში ესეთ პროექტს. მე მინდოდა დამებრუნებინა კომუნისტების პერიოდში აკრძალული და დაკარგული ყაენობა. ყაენობა ვინც არიცით, ეს არის ერთ-ერთი უძველესი ქართული საყოფაცხოვრებო თეატრალური ფესტივალი და რიტუალი, რომელიც ბევრს გეცნობათ, ეს არის ბერიკაობა. ბერიკაობა არის
უძველესი თეატრის ფორმა, ბერიკები, ახალგაზრდა ბიჭები, რომლებიც კოსტუმებში იცოდნენ, მე ხო ის როგორ მიყვარს კოსტუმები და პერფორმანსები და თეატრი და ესენი ხშირად დგავდნენ საშემოდგომო და საგაზაფხულო სიკვდილის და განახლების ფესტივალებს. ერთ-ერთი რაც შემორჩა რამოდენიმე სოფელში გაზაფხულის პერიოდში ბერიკაობის რამოდენიმე არ მინდა დავაკნინო, მაგრამ ფინანსური მიზეზების გამო ცოტათი მწირე ფორმა. და მე ძალიან მინდოდა რომ ქალაქური ვერსია ამის, რომელსაც ქვია ყაენობა, დამებრუნებინა. ილია ჭავჭავაძე ძალიან მუშაობდა რომ ყაენობა როგორც პოპულარიზაცია მოეწყო ყაენობის, ისევე უფრო ევროპული მასკარადის ფორმა შეემატა, მაგრამ თვითონ ეს ძირის სიუჟეტი საიდან მოდის ყაენობა. ყაენი არის ჩინგის ყაენი, ყველას გვესწრობა სახელი, მონღოლი დამპყრობელის სიმბოლური გადაგდება იყო. სადაც ბევრი სხვა ფორმა იყო ამ რიტუალის, მაგრამ თავარი შინაარსი არის, რომ ფიტულს აკეთებდნენ, კაცუნას აკეთებდნენ დამპყრობელი დიქტატორის, რომელიც იყო იმ საუკუნეში და იმ პერიოდში, ჩააცმევდნენ მონღოლის, თურქის, არაბის, სპარსის თუ რუსის, ბოლო პერიოდში რუსის იყოს, რუსი ჯარისკაცის გენერლის ფორმას აცმევდნენ, გამოიყვანენ ამ ფიტულას, ეს სიმბოლურად თავისი ჯარი მოყვებოდა, რაღაც სხვადასხვა ვერსია რიტუალების იყო, არ მოგაწევთ ამ დეტალებში, მაგრამ კულმინაცია იყო დაჯახება ამ ორი მხარეს, ამ ყაენის ჯარის და ქალაქის მოსახლეობის, ქალაქის მოსახლეობა გაიმარჯვებდა და რიტუალურად ამ ფიტულს წვავდნენ, ან მერე წყალში, მტკვარში აგდებდნენ. ძირითადად ჯერ დაწოვდნენ და მერე მტკვარში გადააგდებდნენ. ეს ტრადიცია გრძელდებოდა მანამ სანამ სტალინმა არ გაიგო, რომ ეს ფიტული და ეს კაცუნა თბილისში გააკეთეს მის სახეზე. გაბრაზდა სტალინი, დასაჯა სასტიკად, ვინც ყველა მიიღო მონაწილეობა ამ რიტუალში და აკრძალა. შემდეგ ედუარდ შევარდნაძემ ძალიან სახეცვლილი და ძალიან მთელი თავისი სიმბოლიკიდან, თავისი რიტუალით და თავისი ფესტივალით ფორმა დაკარგული ვერსია თბილისობა დააარსა. თბილისობა საერთოდ აღარ არის კავშირი იმ ყაენობასთან, სადაც ცეკვა თამაშიც იყო, კოსტუმები იყო, კარნავალი იყო, ეს რაღაცა სიმბოლური დამარცხება იყო ამ დამპყრობელი ძალის, საქართველოს სულ დამპყრობლები, რადგანაც ესხმოდნენ თავს, ეს იყო ყოველწლიური ამ ბოროტი დამპყრობლის დამარცხება და განდევნა. მაგრამ სამწუხაროდ დიდი ხანი არ ჩატარებულა, არის ეს სახეცვლილი რაღაც დაკნინებული ფორმა, სადაც მარტო ჭამაყლაპო არის ეს თბილისობა. მე ძალიან არ მომწონს დღევანდელი ფორმა ამ თბილისობის და მინდოდა თბილისობისთვის ეს რაღაცა ახალი ფორმა წამომეწყო, მაგრამ რო დავწერე ეს ყველაფერი და მივედი ყაენი როგორ უნდა გამოიყურებოს ეს თქო და რომ მივხვდი რომ როგორი ყაენიც მინდა და გამეკეთებინა ქართული მთავრობა ამას კი არ დამაფინანსეს, საერთოდ შეიძლება დაეჭირათ ამის გამო ჩემი თავი, ამიტომ ხელი ავიღე და ვიფიქრე არჩევნების მერე ცოტა რომ გადაიცვლება სიტუაცია, მერე ჩავატარა. არჩევნებმა სხვანაირად ჩაიარა და დღემდე გაგვიგრძელდა, მაგრამ რაღაცა ფორმი და რაღაცა კუთხით შეგვიძლია შევხედოთ ამ მიტინგებს და ამ გამოსვლებს რაღაცა ჩვენი გენეტიკური მოთხოვნა, რომ ეს ყაენობა ჩავატაროთ და საბოლოოდ იმედია მომავალში აღარ იქნება ეს მუდმივი მიტინგები და ამ ჩვენ ფრუსტრაციას და ამ ჩვენ გაღიზიანებას სისტემის წინაშე და ისტორიული დაგროვებული ტრაუმებს გამოვხატავთ ყაენობის ფორმით და იმედია შემდეგ წელს ჩავატარებთ კარგი სწორი ფორმით, სადაც მე მინდოდა რომ დასაბაბიდან ყველაზე ძველი ფორმიდან ბევრი ფიტულა გამეკეთებინა მაქსიმუმ რამდენსაც შევძლებდი, რომელიც ასახავდა ისტორიულად, რა ვიცი, ასირიელებიდან ან შეიძლება სკვითებიდან ან ვინმე რაღაც უძველესი ისტორიული დამპყრობლიდან დაწყებული დღევანდელობამდე, ვინც ქართველები გაგვაჯავრა და გვაწყინა, ყველას ფიტულა გაგვეკეთებინა და ერთიანად მოგვეცილებინა ესენი ჩვენი ზურგიდან რა. და რა ვიცი, თუ მაინც მიგაჩნიათ რომ არასწორი ფორმა იყო ეს, მეც გეთანხმებით რომ აგერ ჩემი ვერსიები მე როგორ გავაკეთებდი საერთოდ ამ რიტუალს, მე ისე გონია რომ ბროლის და შუშის აკლდამის დადგმა უფრო რელევანტური არის და უფრო სიმბოლური არის, ვიდრე რამე ჩინური მაღაზიიდან გამოწერილი კუბო, რომელსაც საერთოდ სიმბოლიკა არც შეუხედიათ რა ხატიაზე და როგორი ფორმაა, რომელიც
საერთოდ არც კანონიკურად არაფერს არ ნიშნავს და კარგი ისევ ამ თემის დატკეპნა მოდით არ გვინდა, ჩემ გარდა ბევრმა ილაპარაკა ამაზე, რომ არ არის ეს ქრისტიანული, არ არის ეს ქრისტე და არაფერი სატანისტური რიტუალი არ იყოს, ვინც ისე არ გაიგო, ალბათ ჩემი ამხელა ახსნაც არ იქნება მაგათი საკმარისი, მაგრამ რა ვიცი, მე მაინც ყოველთვის მინდა რომ სიხარული და ბედნიერება მოვანიჭო ხალხს, მაინც ბოდიშს ვიხდი თუ ჩემი დაუგეგმავი და უბრალოდ თავი ამოვყავი ამ შარში სიტუაციამ ხალხმა გააღიზიანა და მე თუ რამე წვლილი მიმიწვის, ვიხდი ბოდიშს. საბოლოოდ მომავლისთვისაც ვიხდი ბოდიშს, იმიტომ რომ ვიცი რომ ადამიანი ვარ, სისულელეებს ვაკეთებ ხანდახან, ბევრი მეშლება და კიდე ბევრ შესწომას დაუშვებ, რასაც შეიძლება ბოდიში საჭირო გახდეს. შეიძლება მე არ თვლიდე, შეიძლება სხვა მოითხოვდეს, შეიძლება გაუგებრობა იყოს. ამ ძველი ცოდვებისთვისაც ვიხდი ბოდიშს, ამ გაუგებრობისთვისაც ვიხდი ბოდიშს და მომავალში თუ რამე შემეშალა, იმისთვის ვიხდი ბოდიშს. ერთი რისთვისაც არ ვიხდი ბოდიშს, არის რუსების და დამპყრობლების მიმართ და არ ვიხდი ჩვენი ქართული ოცნებისნაირად ვიღაცების მიმართ, ვინც გაწამებს და გარბევს და განადგურებს, იმათ მიმართ მე ბოდიშს არ მოვიხდი. მე არ მოვხდი არც ბიძინა ივანიშვილს ბოდიშს, არ მოვხდი არც დამპყრობელს ბოდიშს, უბრალოდ ხალხის გაღიზიანება რო არ მინდა და ცუდად რო არ მინდა გავიგოთ, მაგიტომ იმათ გულის მოსაგებად თუ გულის დასაწყნარებლად იმათ მიმართ ვიხდი ბოდიშს. ეს არის და ეს. რა ვიცი, გულით ვლაპარაკობ და რა ვიცი, თუ სწორედ გამიგეთ, კარგია, თუ არა და ვისაც არ უნდა სწორედ ჩემი გაგება, ისედაც არ გამიგებს და არც მოусმენ და აქ. გაიხარეთ თუ მომისმინეთ და რა ვიცი. ცოტა შემდეგზე თუ რამე პერფორმანსი გინდათ, ჩემთან მოდი და მე მოგიფიქრებთ, კიდე უფრო გიჯობას. კარგი, დავა, ნახოთ.